ჩემი ფილმი გადაღებულია კათარზისში. არის ესეთი ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს სოციალურად დაუცველი მოხუცებისთვის და ასევე იქ ფუნქციონირებს მოხუცთა თავშესაფარი, სადაც 12 მოხუცი ქალბატონი ცხოვრობს, სწორედ იქ არის გადაღებული ჩემი ფილმი. ხები, მაინტერესებს რა პირობებში ცხოვრობენ და როგორია მათი მთელი დღის განმავლობაში რას აკეთებენ მოხუცები თავშესაფარში? ისინი ძალიან კარგ პირობებში ცხოვრობენ, შეიძლება უკეთესიც ვიდრე ჩვენ. ანუ ისინი ძირითადად ფაქტიურად მათი საქმეა რომ გაერთონ, იმხიარულონ, აქვთ ცეკვის გაკვეთილი, სიმღერის გაკვეთილი, ტრენაჟორებიც კი აქვთ იმისთვის, რომ არ მოეშვან და მათი ჯანმრთელობა არ გაუარესდეს, დანარჩენი ყველაფერი გარანტირებულია. თუ გესაუბრდნენ თავიანთ პრობლემებზე, რა აწუხებთ, ასევე მაინტერესებს მათი სურვილები, რა სურთ ყველაზე მეტად? ისიც ყველა მათგანს რა თქმა უნდა აწუხებდა სოციალური პრობლემა ძირითადი იქ მისვლამდე, თუმცა ეს მათ ახლა აღარ აწუხებთ და ამიტომ მათი ძირითადი მოთხოვნაა რომ სითბო ურეკავდნენ თავისი ოჯახის წევრების მხრიდან და ურთიერთობები ადამიანებთან. რა პროცედურების გავლა უწევთ მოხუცებს, რომ ამ თავშესაფარში მოხვდნენ? იცით, ზოგადად მოხუცებს ბევრი პროცედურის გავლა უწევთ სახელმწიფო თავშესაფარში. უნდა იყვნენ სოციალურად დაუცველები, არ ქონდეთ სახლი. რაც შეეხება კათარზის, მათ ესეთი კონკრეტული პირობები არ აქვს. ვის მოვლა გამომდინარე იქიდან, რომ იქ თქვათ თუ ადამიანს აქვს სპეციალური, ანუ არის ლოგინად ჩავარდნილი, იქ არ არის ამის საშუალება, რომ მას ვინმე მოუაროს. ასე რომ ყველა ის მოხუცი, ვინც მე ფილმში მყავს, არიან საკმაოდ აქტიურები, მხიარულები და მათი იუმორის წყალობით ფილმში ძალიან ბევრი მხიარული და